სამყაროში, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო ეომება ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანას, ისრაელის შეტევებიდან სულ უფრო და უფრო შემზარავი კადრები გამოდის, ხოლო რუსული დრონები ნატოს წევრ ქვეყნებში დაფრინავენ, ყურადღება მიიპყრო ისეთმა ქვეყანამ, რომელზეც ფაქტობრივად არც არასდროს ვსაუბრობთ, ნეპალმა. ქვეყანაში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რასაც მოჰყვა სამთავრობო შენობის გადაწვა, შეტევები კომერციულ ობიექტებზე, ციხეებიდან ადამიანების გამოშვება და სხვა. ამ პროცესებს წინ უძღოდა ნეპალის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ქვეყანაში პოპულარული სოციალური ქსელები აიკრძალა. აკრძალვა შეეხო მეტას აპლიკაციებს, Facebook-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს, ასევე YouTube-ს, X და ასე შემდეგ. უკვე სამ დღეში აქციების უზარმაზარი წნეხის გამო მთავრობას სერიოზული ბზარები გაუჩნდა, ხოლო ქუჩაში სიტუაციის დასარეგულირებლად ნეპალის არმია გამოვიდა, რომელიც ყველაზე ბრძენი აღმოჩნდა და ფაქტობრივად გარდამტეხი როლი ითამაშა. სისხლისღვრისა და მორიგის სამოქალაქო ომის გაჩაღების ნაცვლად არმია მომლაპარაკებლის როლში წარმოგვიდგა ხელისუფლებისა და აქციის მონაწილეებს შორის. მათ სიტუაციაზე კონტროლის როლად აიღეს. საბოლოოდ ქვეყნის მთავარმა პირებმა და მათ შორის პრემიერმა შარმა ოლიმ თანამდებობები დატოვეს. პროტესტის სათავეში იდგნენ ჯენზის წარმოადგენლები, ისინი შეადგენდნენ ასევე ამ პროტესტის ძირითად ნაწილს. როდესაც სიტუაცია ჩაცხრა და დალაგდა, მათ დისკორდში ხელოვნური ინტელექტის რეკომენდაციით აირჩიეს დროებითი პრემიერი და ის გახდა უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელი 73 წლის სუშილა კარკი. კარკი პირობას დებს, რომ არაპირებს ამ თანამდებობის შენარჩუნებას და არჩევნების შემდეგ მას აუცილებლად დატოვებს. მოდით ჩაუღრმავდეთ ამ ამბავს, რა პროცესები ხდებოდა ნეპალში რევოლუციამდე, ნამდვილად სოციალური ქსელების დაბლოკვა მიქონია ამხელა გავლენა, რომ მთავრობა დაამხეს და მე ასევე გაგიზიარებ ჩემ შეხედულებას, რატომ უყურებ პირადად მე ნაკლებად ოპტიმისტურად ამ რევოლუციას. დავიწყოთ ზოგადი წარმოდგენა რომ შევიქმნათ. ნეპალი მდებარეობს ინდოეთისა და ჩინეთის შორის და ტერიტორიულად არის ჩვენსა და აზერბაიჯანზე ოდნავ პატარა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად უსწრაფესად მზარდი სახელმწიფოების მეზობელია, ნეპალზე ეს საერთოდ არ აისახება და პოლიტიკური ქარიშხლის ქვეყანაა, სადაც ვითარება არასტაბილურია. დამოუკიდებლობის დღიდან და მე აღარ ვიტყვი ვისგან მიიღო ამ ქვეყანამ დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ზოგადად ეს შეკითხვა არის ყველაზე მარტივი, პასუხი თქვენც უკვე კარგად გეცოდინებათ. ნეპალში ძირითადად გამოიკვეთა სამი ძირითადი ძალა. პირველი ესენი იყვნენ მონარქისტები, რომლებიც ქვეყანას მართავდნენ საკმაოდ მკაცრი იზოლაციის პირობებში, ანუ მათი გადაწყვეტილება იყო, რომ ნეპალი უნდა ყოფილიყო იზოლირებული დანარჩენი სამყაროსგან. მოგვიანებით გამოჩნდნენ კომუნისტები, რომლებიც ორად გაიყვნენ. პირველი მაოისტები და მეორე მარქსისტ-ლენინისტები. მაოისტებმა მონარქიის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლა გადაწყვიტეს, როცა მარქსისტ-ლენინისტებმა უფრო კანონიერ გზას მიმართეს. მაშინდელი მეფე გიანენდრა ცდილობდა ძალაუფლების შენარჩუნებას და რეჟიმს სულ უფრო არბილებდა, ანუ ლიბერალურს ყდიდა. ეს დიქტატორების უკვდავი რეცეპტია. გიტევს ხალხი, წნეხი არის მოსახლეობისგან და კონკურენტებისგან, არაა პრობლემა, რაღაცეები შეამსუბუქე და ამით გაიხანგრძლივე მმართველობა. 1990 წლიდან ამოქმედდა პარლამენტი. 2002 წელს მეფე მის დაშალა. 2004 წელს არჩევნებს დაპირდა მოსახლეობას. 2 წელში ქვეყნის დემოკრატიზაციის მოტივით დიდი პროტესტი დაიწყო, ხოლო 2008 წელს კი მონარქია მეფემ შეზღუდა. ნეპალში გაჩნდა საკმაოდ მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი და პოლიტიკური ძალები. 2013 წლის მოწვევის პარლამენტში ცენტრისტების პარტია და ორი კომპარტია, მაოისტები და მარქსისტ-ლენინისტები დომინირებდნენ. ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ათეული წვრილი პარტია. გაგიკვირდებათ და ნეპალის კონსტიტუცია სულ რაღაც 10 წლის წინ 2015 წელს მიიღეს. აი კონსტიტუციის მიღება საზოგადოების გარკვეული წრიდან დიდი პროტესტი მოყვა, იმიტომ რომ მათ არ სურდათ ნეპალი გამხდარიყო სეკულარული სახელმწიფო. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ კონსტიტუციის მიღების მომენტიდან ფაქტობრივად დასრულდა მრავალწლიანი გარდამავალი პერიოდი და სიტუაცია მეტნაკლებად დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, აი ახლა ნახეთ, რამდენად არასტაბილური არის ნეპალის პოლიტიკა. შარმა ოლი, ანუ ვინც გადადგა პრემიერობიდან ახლა, ის პრემიერი იყო ასევე 2015-2016 წლებში, შემდეგ ისევ აირჩიეს 2018-2021 წლის პერიოდში და მერე 2024 წლიდან ამ წლის სექტემბრამდე. ასე რომ მონარქიის შეზღუდვის შემდეგ უამრავი არჩევნები ჩატარდა ქვეყანაში, ბევრი პოლიტიკური ძალა გაჩნდა, რაც შეეხება იდეოლოგიებს, ესეც ფართო ნომენკლატურაა საკმაოდ, დომინირებენ ძირითადად მემარცხენეები, ცენტრისტები, კონსერვატორები და ახლა ბოლო პერიოდში თავი წამოწიეს ყოფილმა მონარქისტებმაც. რაც შეეხება პროტესტს, სინამდვილეში სოციქსელების აკრძალვამ უბრალოდ ცეცხლზე ნავთი მოასხა. საერთოდ რა მოხდა ამ აკრძალვაზე? 2025 წელს ოლის მთავრობამ გლობალურ სოციალურ ქსელებს მოსთხოვა, რომ დარეგისტრირებულიყვნენ ნეპალში როგორც გადამხდელები და ასევე კონტენტის მოდერაციის ადგილობრივ წესებს დამორჩილებოდნენ, რაზეც უარი მიიღეს. ზოგადად ასეთი გიგანტი კომპანიებისთვის რეკომენდირებული არ არის
ისეთ ქვეყნებში დარეგისტრირდნენ, სადაც სამართალი სუსტად არის განვითარებული, იმიტომ რომ ფაქტობრივად ბერკეტს აჩუქებენ სახელმწიფო ჩაერიოს კონტენტის მოდერაციაში, კონდეს წნეხი ამ კომპანიებზე და მთლად უარეს შემთხვევაში დააკავოს მათი თანამშრომლები. ამიტომ ასეთ გიგანტებს ურჩევნიათ რეგიონალურ ჰაბებში დარეგისტრირდნენ, მაგალითად, დარეგისტრირდნენ სინგაპურში როგორც სათავო ოფისი და რეგიონის ქვეყნებს მოემსახურონ სინგაპურის სათავო ოფისიდან. თან კიდევ რა არის, იცით რომ გლობალური IT კომპანიები მიისწრაფიან იმისკენ, რომ შექმნან ერთიანი მსოფლიო წესები. კი ისინი მიდიან დათმობებზე, როცა საუბარი არის რაღაც მსხვილ რეგიონზე, მაგალითად ისევ და ისევ ევროკავშირზე. და შესაბამის პოლიტიკას ატარებენ მერე. ძირითადად საუბრობ ახლა კონტენტის მოდერაციაზე, მაგრამ ისინი ვერ მოერგებიან ყველა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონტენტის მოდერაციას ინდივიდუალურად, იმიტომ რომ პირველ რიგში მიიღებენ ურთიერთგამომრიცხავ წესებს და მერე მეორე, ერთ ქვეყანას თუ დაუთმობენ, მოუწევთ დაუთმონ სხვებსაც, რაც კატეგორიულად არ აწყობთ. როცა უარი მიიღეს კომპანიებისგან, ნეპალის მთავრობამ ისინი საერთოდ აკრძალა, რამაც ძირითადად ახალგაზრდებში მრისხანება გამოიწვია და დაიწყო უზარმაზარი პროტესტი. თუმცა როგორც გითხარით, ეს უბრალოდ მოთმინების ბოლო წვეთი იყო. ახლა მოგიყვებით, რა პირობებია ზოგადად ნეპალში. პირველი პრობლემა რაც არის, ეს არის მოსახლეობის ზრდა და ამ ზრდის ფონზე შრომითი ბაზრის გადატვირთვა. ანუ ნეპალის ეკონომიკას ფიზიკურად არ სჭირდება მოსახლეობის ეს რაოდენობა. 1960 წელს ქვეყანაში ცხოვრობდა დაახლოებით 10.5 მილიონი ადამიანი, ხოლო გასულ წელს ამ მაჩვენებელმა 30 მილიონს მიაღწია. დაუმატოთ ასევე 2 მილიონი, რომელიც ქვეყნის გარეთ არიან, იქ მუშაობენ და სამშობლოში გზავნიან ფულს. ახლა შობადობა შედარებით შემცირდა, მაგრამ ნეპალის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი არის ადამიანები, რომლებიც 30 წლის ასაკის ფარგლებში არიან. ქვეყანაში გაზრდილი არის განათლებული ადამიანის რაოდენობა, რომლებიც ვერ პოულობენ სამსახურებს. ამას დაუმატოთ ისიც, რომ გეოგრაფიული მდებარეობის გამო სოფლის მეურნეობის ათვისება ხდება მხოლოდ ქვეყნის 20%-ზე, როცა ამავე სფეროში მოსახლეობის 75%-ია დასაქმებული. ანუ სერიოზული კრიზისია, ფაქტობრივად მოსახლეობა გაიზარდა, სამუშაო ადგილები და მომსახურეობის სფეროები კი ამ ტემპს ვერ აყვა. მეორე მიზეზი არის უშუალოდ ეკონომიკა. წარმოიდგინეთ, ნეპალის იმპორტი 10-ჯერ აღემატება ექსპორტს. ფაქტობრივად ქვეყანას არაფრის წარმოების უნარი არ აქვს. ეკონომიკაში საკმაოდ მსუყე წილი მოდიოდა ტურიზმზე, მაგრამ პანდემიის პერიოდში ისიც განულდა, ახლა ნელ-ნელა უბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს, თუმცა ჯერ მაინც შორს არის. დაუმატოთ ტრაგედიებიც, 2015 წელს ქვეყანაში მოხდა დამანგრეველი მიწისძვრა და რაც დაინგრა, იმის აღდგენას დასჭირდა უზარმაზარი რესურსები, რომელიც რა თქმა უნდა ნეპალს ისედაც არ ჰქონდა. ამ ყველაფრის ფონზე, როცა ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელი არის ინფორმაციის მიღების, გართობისა და ფულის გამომუშავების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება, ასევე დაუმატოთ ის, რომ ნეპალელების დიდი რაოდენობა ქვეყნის გარეთ მუშაობს და იქიდან გზავნიან ფულს, სოციალური ქსელების აკრძალვა უკვე მოთმინების გადაწურვის პიკი იყო. გადადგა მოქმედი პრემიერი და ფაქტობრივად მთავრობაც. იყო მსხვერპლი როგორც პროტესტის მონაწილეებში, ასევე მთავრობის წევრებს შორის. მაგალითად, ყოფილი პრემიერის ცოლი, როცა აქციის მონაწილეებმა რეზიდენციების გადაწვა დაიწყეს, ის სახლში იმყოფებოდა და დახსნა გვიან შეძლო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე დაწვეს სამთავრობო შენობები, რეზიდენციები, ადმინისტრაციული სამმართველოები და ასე შემდეგ. ახლა პრობლემა რაშია? ნეპალის პოლიტიკური ელიტა იგივე დარჩა. კი გადადგა ის პრემიერი, მაგრამ ამით არსებითად რა იცვლება? დომინანტი არიან ისევ ის ორი კომუნისტური პარტია და ცენტრისტები. არჩევნებში, რომელიც შემდეგი წლის გაზაფხულზე ჩატარდება, წარმოდგენილი იქნებიან ზუსტად ის ძალები, რომლებიც რევოლუციამდე წარმოადგენდნენ სერიოზულ ან მეტნაკლებად სერიოზულ ძალას. ანუ სიახლე არ არის, პოლიტიკური არჩევანი კი უცვლელი არის, უпростоრად პოლიტიკური ალტერნატივები რაც იყო, უცვლელი დარჩა. თუ ახალი ძალა ან ახალი ხალხი არ გამოჩნდება, ჩემთვის წარმოუდგენელია რამე არსებითად შეიცვალოს ნეპალის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუ მხოლოდ ჩარმაულის გადაგდება იყო მიზანი და სოციქსელებზე ბანის მოხსნა, მაშინ პროტესტმა 100%-იანი შედეგი გამოიღო. თუ ნეპალის პოლიტიკის დღის წესრიგის შეცვლა და ახალი ელიტის გაჩენა იყო მიზანი, მაშინ ჯერ ბუნდოვანია რამდენად წარმატებული იყო რევოლუცია. თუ მარტამდე გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც არჩევნებზე თავს გამოიჩენენ და მაღალ შედეგებს დადებენ, მაშინ კი მე პირადად ვიტყვი, რომ რევოლუცია გარდამტეხი მნიშვნელობის იყო. ახლა კი დიდად სიტუაცია ჯერჯერობით არ შეიცვალა. ნეპალის ამჟამინდელი გამოწვევები, პოლიტიკური კრიზისი, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრობა ძველებურად რჩება. ჯერ არ გამოჩენილა ძალა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრის ეფექტიან გეგმას თავაზობს მოსახლეობას.
ახლა რა შედეგიც გვაქვს არის ის, რომ გარდამავალი მთავრობაა, პროტესტები დასრულდა, არეულობა მორჩა. ქვეყანა იწყებს მზადებას ახალი არჩევნებისთვის და ყოფილი პრემიერი გადადგა. თუმცა ასპარეზზე არ ჩანს ისეთი ძალა ან ადამიანი, რომელიც ამ ყველა პრობლემის გადაჭრას სთავაზობს მოსახლეობას. 10 სექტემბერს პოლონეთის საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა დაარღვიეს. პოლონეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მხოლოდ რამდენიმე დრონის გადაჭერა შეძლეს. თუ ქვეყნის პრემიერს დონალდ ტუსკს დაუჯერებთ, სამხედროებმა მხოლოდ 3-4 დრონი ჩამოაგდეს. 3-4 კი თავისით ჩამოვარდა. ამ ეტაპზე, ანუ ვიდეოს ჩაწერის მომენტში აღმოჩენილი იყო 16 დრონის ნაწილები, ხოლო სულ საუბარი არის, რომ 19-მა დრონმა დაარღვია პოლონეთის საჰაერო სივრცე. ძირითად შემთხვევებში საუბარია ჰერბერებზე, რომლებიც არიან მსუბუქი უმარტივესი კონსტრუქციით გაკეთებული დრონები. ისინი ძალიან გვანან გერანებს, ანუ ირანული შაჰედის რუსულ მოდერნიზაციებს და ძირითადად გამოიყენება როგორც სატყუარა. ეს რას ნიშნავს? როდესაც რუსები უშვებენ შაჰედებს, მათთან ერთად ხდება უამრავი ჰერბერას გაშვებაც. ისინი ვიზუალურად ერთმანეთს ძალიან გვანან და ასე ერთი შეხედვით იდენტიფიცირება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. უკრაინელ მეზენიტებს კი ორი გამოსავალი აქვთ. პირველი, გახარჯონ თავიანთი ძვირადღირებული რაკეტები ასევე ჰერბერების ჩამოგდებაზე, ან მეორე, ინტუიციით ან უკვე საბრძოლო გამოცდილებით განსაზღვრონ, რომელი შეიძლება იყოს ჰერბერა და რომელი შეიძლება იყოს შაჰედი და მხოლოდ შაჰედებს ესროლონ. როგორც წესი, ჰერბერა ასაფეთქებელ ნივთიერებას არ გადაიტანს, ის არის უბრალოდ სატყუარა. რისთვის გამოიყენება სატყუარა, ხო, რომ აღმოაჩინო მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სად არის განლაგებული, ან უბრალოდ ეს სისტემები გადატვირთო. სხვა დანიშნულება მას არ აქვს, ან არის სატყუარა, ან მძვერავი. არის საუბარი, რომ პოლონეთში შაჰედებით შეფრინდნენ, თუმცა ფოტომტკიცებულების სახით ჰერბერები უფრო გავრცელებულია. თან სიტუაციას ისართულებს, რომ დრონები არა სასაზღვრო რეგიონში შეფრინდნენ, არამედ ზოგიერთი მათგანი საზღვრიდან 200 კილომეტრის სიღრმეშიც დაფრინავდა. მე ხშირად ვსაუბრობ იმაზე, რომ ქვეყანა ფურცელზე როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს, მთავარია მისი რეალური საბრძოლო გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანა არის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში ხო საერთოდ ნატოს მთავარი დასაყრდენი ძალაა, დრონების ჩამოგდების ეს შედეგი, რბილად რომ ვთქვათ, სახარბიელო არ არის. რუსეთ-უკრაინის ომს აქვს ორი პარალელური რეალობა. პირველი არის ის, რომ ეს ომი ორივე ქვეყნისთვის არის დამქანცველი, დამაზარალებელი და ორივეს დიდი მსხვერპლის ფასად უჯდება ომის წარმოება და მეორე, ამ ყველაფრის ფონზე ორივე სახელმწიფო სულ უფრო იწვრთნება და უფრო სრულყოფილი ხდება. ახლა უკრაინა პოლონეთის ფონზე დრონების ჩამოგდების უზადო ოსტატივით გამოჩნდა. რა თქმა უნდა, მე ერთი ინციდენტით არ ვაფასებ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ უკრაინა უფრო შეზღუდული რესურსით ბევრად წარმატებული არის დრონების ჩამოგდებაში, ვიდრე პოლონეთი, რომელიც ფურცელზეც და ისეც ობიექტურად უკრაინის არმიაზე ბევრად უკეთესად შეიარაღებული და უფრო სრულყოფილია. ადრე რომ იყო ხუმრობა, რომ ომი როგორც კი მორჩება, უკრაინელები შეძლებენ ევროპელების გაწვრთნას, მათ შორის ნატოს ძალების გაწვრთნას, ეს დღეს უკვე ხუმრობაც საერთოდ აღარ ჩანს. გერმანულმა ბილდმა დათვალა თუ რა დაუჯდა პოლონეთს ერთი დრონის გადაჭერა და ერთ ჰერბერაზე მოდიოდა 400.000 euро. ჰერბერა, რომლის წარმოება ზოგ შემთხვევაში შეიძლება $1,500-საც კი არ აღემატებოდეს. ეს გაუმართლებელი ხარჯია. ერთ UAP-ი დრონის ჩამოგდება არ უნდა ჯდებოდეს 400.000 euро და საერთოდაც არ უნდა ხდებოდეს ისეთი ძვირადღირებული რაკეტის გამოყენება, როგორიც არის AIM-9. თუმცა რა თქმა უნდა, ბუნებრივია, სადაც ამაზე მე ვსაუბრობ და თქვენც იცით ეს ყველაფერი, ნატოს საჭირო ხალხს უკვე დასკვნებიც ექნება გამოტანილი და დარწმუნებული ვარ მუშაობენ IAP ალტერნატივების შექმნაზე. უკრაინა უფრო შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობებით დღეში დრონების ჩამოგდების საკმაოდ მაღალ თამასას ინარჩუნებს. ეს არის 80%. ზოგჯერ უფრო მეტია, უფრო იშვიათად კი ნაკლები, მაგრამ პლუს-მინუს 80% არის სტაბილურად. ეს იმიტომ ხდება, რომ უკრაინელები უკვე ადაპტირდნენ ყოველდღიურ საბრძოლო მოქმედებების პირობებში. პოლონეთის შედეგი კიდევ იმითაც არის არასახარბიელო, რომ მათ შეძლეს 3-4 ჰერბერას გადაჭერა. რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ეს არა ჰერბერები, არამედ შაჰედები იქნებოდნენ? სამყარო იცვლება. ადრე, როდესაც ნატო იყო წარმოდგენილი როგორც ის მთავარი ბირთვი, ვინც შეძლებს თანამედროვე ომის წარმოებას, ახლა ეს თლად ასე აღარ არის, იმიტომ რომ აგერ არის ორი ზე გამოცდილი ქვეყანა, უკრაინა და რუსეთის სახით, რომელიც უფრო ადაპტირდნენ თანამედროვე, აქ მთავარი არის თანამედროვე, სიტყვა თანამედროვე ბრძოლის წარმოებაში. ახლა ესენი არიან ბევრად უფრო გამოცდილები, ვიდრე სხვა დანარჩენი. სადაც ნატოს ფლაგმანი ასეთ ცუდ შედეგს დებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაციას ძალიან ბევრი აქვს სამუშაო. თუმცა ისევ და ისევ განმეორდები. პოლონეთი არ არის ჩართული ყოველდღიურ საბრძოლო მოქმედებებში. მისი ტერიტორია არ იბომბება. ჰაერსაწინააღმდეგო სფერო ზოგადად ათვისებადია, როცა ყოველდღიური შეხება გაქვს. მაგრამ
წამყვანი ძალის კვალობაზე ჩემი აზრით და ეს არის სუბიექტური აზრი, საკმაოდ ცუდი შედეგია დაფიქსირებული. ახლა მოდით ცოტა ხანი ვისაუბროთ პოლიტიკაზე. თუ კი ვინმე პოლიტიკურად სერიოზულად საერთოდ მოეკიდა ამ საკითხს, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლონეთი. არანაირი რაღაც პოლიტკორექტულობა და დამწუხრებული სახით შეშფოთებული განცხადებების კეთება არა, მსგავსი არაფერი ყოფილა, პირდაპირ თქვეს რომ ეს არის რუსული დრონების შეჭრა აქ ეს სიტყვა არის მთავარი ჩვენ საჰაერო სივრცეში. დაიწყეს გადაჭრით მოქმედება პროტოკოლის მიხედვით პროპორციული ძალის გამოყენება. მე ვიტყოდი რომ ცოტა გადაჭარბებული, მაგრამ ყოველთვის ასე ჯობია. ააფრინეს არა მხოლოდ F-16, არამედ საქმეში ჩართეს F-35 და AWACS-იც და რა თქმა უნდა მოხდა ტერიტორიული დაცვის მობილიზებაც. და რაც მთავარია, მეგობრებო, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელებით და რაც არასდროს მომწონდა მე უკრაინის საინფორმაციო სივრცეში, ეს იყო ცრუ იმედების გაცემა და ილუზიებით მოსახლეობის გამოკვება. 1990-იანების საზღვრების დაბრუნება და რომ რუსეთი მალე დაეცემა და ამას ვერ გადაიტანს და სანქციები იმუშავებს და სანამ მათ შორის ჩვენი საზოგადოებაც ამ დაბალი ხარისხის პროპაგანდით იკვებებოდა და ერთმანეთს რაღაცებს აჯერებდნენ, ზუსტად ამ დროს ყველა ძლიერი და პატივსაცემი ქვეყანა, რომელიც თავის თავს პატივს სცემს, უყურებდა ამ სიტუაციას და გამოქონდა სწორი დასკვნები. მათ შორის ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, იყო პოლონეთიც. მათ არ დაიწყეს რაღაც ილუზიური გამხნევებები და დასკვნების გამოტანა, რომ ყველაფერი კარგად არის და ეს არაფერი არ არის და არის დავდოთ, არ ინერვიულოთ ამაზე, პირიქით, აბსოლუტურად საპირისპირო გააკეთეს. პირიქით, მათ თქვეს, რომ ეს არის საკმაოდ სერიოზული ინციდენტი, აქ საერთოდ არაფერი არ არის სახუმარო, ეს არის აგრესია, ეს არის ჩვენ სივრცეში შემოჭრა და ამას უნდა დაუპირისპიროთ სერიოზული ზომები, ანუ ამას უნდა დაუპირისპიროთ უბრალოდ სერიოზული მოქმედებები. მათ შორის მოსახლეობაც უნდა იყოს ნებისმიერი აგრესიისთვის მზად. ფაქტობრივად სამთავრობო მედია საშუალებები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვერანაირ დამამშვიდებელ ინფორმაციას ვერ და არ გეტყვით. მკაცრად შეაფასეთ, რაც ხდება და თქვენვე გამოიტანეთ დასკვნები. არ არის ეს პანიკა, არავის ჩვენ არ ვაპანიკებთ, მაგრამ ბოლო-ბოლო ეს არის რუსეთი, ხო? ანუ შესაბამისად უნდა იყოს მომზადებული განწყობებიც. აი, რაც შეეხება უშუალოდ ნატოს, ისინი გადაეშვნენ ტიპურ ყველაფერი კარგადაა რიტორიკაში. რანაირად არის ყველაფერი კარგად, როცა შენი სამხედრო ალიანსის წევრ ქვეყანაში ნომერ პირველი მტრის მცირე საბრძოლო ავიაცია დაფრინავს. ეს იმას ნიშნავს, რომ განა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით ხდება რაღაც გაურკვევლობა, არამედ ეს არის შენი რბილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი. თქვენ თუ გახსოვთ ტრამპის გაპრეზიდენტების ვიდეოში მე ვთქვი ასეთი რაღაც, რომ ბაიდენი საგარეო პოლიტიკის წარმოებაში ცუდი პრეზიდენტი იყო თუ კარგი პრეზიდენტი, ამას მხოლოდ ტრამპის მოსვლის შემდეგ არსებული კონტრასტის მიხედვით გავიგებდით. მანამდე ნებისმიერი შედარება უბრალოდ ვარაუდებზე დაყრდნობილი იყო, ხო? როგორ შეიძლება საერთოდ ორი ადამიანი შევადაროთ, როცა ჩვენ ვიცით ერთი რასაც აკეთებდა 4 წლის განმავლობაში, ხოლო საერთოდ არ ვიცით მეორე რას გააკეთებს და უბრალოდ წინა საარჩევნოდ რა დაპირებებსაც გასცემს, იმის შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე იყო საუბარი. ეს იყო და ეს. რა თქმა უნდა, გინდ ბაიდენი იყოს და გინდ ტრამპი, არც ერთ შემთხვევაში არ დაიწყება ასეთი სასაზღვრო ინციდენტის გამო ნატოსა და რუსეთს შორის ომი, ეს არის სისულელე. მე მახსოვს, ომი შეიძლება უკვე 6 თვეა მიმდინარეობდა ან 1 წელი, დაახლოებით ეს პერიოდი იყო, როდესაც პოლონეთში შეფრინდა რაკეტა და დაეცა იქ ადგილობრივ ფერმერს. თავარმა არხმა, ან თავარი არხი იყო, ან ტევე პირველი არ მინდა ვინმეს რამე დაუბრალო, მე ასე მახსოვს, რომ ეს იყო სავარაუდოდ თავარი არხი. ასეთი კარტი გააკეთა, რომ რუსულმა რაკეტა მოკლა ნატოს წევრი ქვეყნის მოქალაქე და აი მოლოდინს ქმნიდა რომ აბა ახლა რა იქნება, აი ახლა რით უპასუხებს ნატო და აი ეს წამოწიეს წინ რომ ნატოს წევრი მოქალაქე რუსულმა რაკეტამ და ასე შემდეგ. გავიდა პერიოდი, ერთი კვირაც არ იყო გასული და აღმოჩნდა რომ ეს იყო თურმე უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა. ამიტომ ბუნებრივია რომ სასაზღვრო ინციდენტების გამო ასეთი მეგა და მასშტაბური და მსოფლიო დონის კონფლიქტები არასდროს დაიწყება. იქნება ბაიდენი თუ იქნება ტრამპი. მაგრამ მე ასე მგონია, რომ ბაიდენს უფრო მკაცრი რეაქცია ექნებოდა ვიდრე ტრამპს. ამას მოყვებოდა სანქციების დამატება, უკრაინისთვის უფრო ფართო ნომენკლატურის არსენალის გადაცემა და ასე შემდეგ. ახლა რა ხდება? ორგანიზაციას, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ ის არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი, მისი საჰაერო საზღვრები ირღვევა და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ არის გადადგმული. ამ ორგანიზაციის ყველაზე ძლიერი წევრის პრეზიდენტი ისედაც დისტანცირებულია ევროპისგან და იმედგაცრუებული ამბობს, რომ აი პუტინმა მე იმედები გამიცრუა რა და რომ იმედები გაუცრუა მერე რა, ანუ საპასუხოდ რა. არ მინდა პესიმისტურად ჩანდე, მაგრამ ვინც დიდი ხანია მიყურებს და თვალს მანდევნებს, იმან კარგად იცის, რომ მე პირადად ნატოზე არასდროს მქონდა რაღაც გადაჭარბებული და გაზვიადებული წარმოდგენები. იმიტომ რომ სამყარო ისეთი აღარ არის, როგორიც ის იყო ალიანსის დაარსების წლებში. ან როცა ალიანსის ოპერირების ზენიტში იყო სამყარო, ასეთი აღარ არის.
არ მინდა არასწორად გამიგოთ. ნახეთ რას გულისხმობ. იმ შემთხვევაშიც თუ ნატოდან გავწევთ ამერიკას და მხოლოდ ევროპულ ნაწილზე ვისაუბრებთ. ჩემი აზრით, ამ ევროპული ნაწილის სამხედრო პოტენციალი ბევრად მაღალია, ვიდრე რუსეთის სამხედრო პოტენციალი, მაგრამ აი ზუსტად რომ ევროპული ნაწილის პოლიტიკოსების ნება არ არის ერთიანი. ევროპის ლიდერებს არანაირი ერთიანი კონცეფცია და ხედვა არ აქვთ რუსეთთან დაკავშირებით. ვიღაც რუსეთიდან მომავალ საფრთხეს სერიოზულად უყურებს, ვიღაც ნაკლებად სერიოზულად. ვიღაც უარს ამბობს რუსულ ნავთობზე, ვიღაც ისევ ძველებურად ყიდულობს. ის რომ რუსეთმა თავის ეკონომიკა შეინარჩუნა, მათ შორის ევროპის დამსახურებაა. მთელმა სამყარომ იცის რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის შესახებ, მაგრამ არც არაფერს ქმედიც არ აკეთებენ მის წინააღმდეგ. ევროპა ახლა თვითონ იწვნევს თავის არათანმიმდევრულობას და ის რომ დიდი და სერიოზული ორგანიზაციები რეპუტაციას იბუჭებენ, ეს მხოლოდ ამ ქვეყნების ბრალია. საფრანგეთი უბრალოდ ბლეფობდა მთელი ამ დროის განმავლობაში, რომ უკრაინაში გაუშვებდა თავის ჯარებს. გერმანია ვერ დაითანხმეს ტავრუსების გადაცემაზე. თვითონ არ არიან ერთიანი და არ შეუძლიათ გადაჭრით მოქმედება. ხვდებით, რასაც ვამბობ და ამას დაუმატოთ ისიც, რომ ამ ყველაფრის პარალელურად ასეთი ტენდენცია არის ევროპაში, რომ მემარჯვენე ოპოზიცია წამოიწია, რომლებიც დაინტერესებული არიან რუსეთთან თანამშრომლობით ნაცვლად დისტანცირებისა. და ბოლოს, ევროპამ ისევ და ისევ თავის ქმედებების გამო თვითონვე წყალებში გაუჩალიჩა თავის თავს ის, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მათი ადგილი არ არის. ეს რატომ მოხდა? როცა დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ამას მოყვა გაბუტვა. მე ამას გაბუტვას ვუწოდებ, არანაირი დიპლომატიური ომი ეს არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ სირაქლემის პოზაში ჩადგომა და ერთმანეთის იგნორი. კი გამოაცხადეს პუტინი ომის დამნაშავედ, მაგრამ რა, ეს მოლაპარაკებებს აჩქარებს, ვინმე უპირატესობა მიიღო, აი თუნდაც უკრაინამ რამე უპირატესობა მიიღო თავის პირობების გაუმჯობესებაში, რუსეთი დაიჩაგრა თუ რა, არაფერი შედეგი ამას არ მოყვა. მერე მოვიდა ტრამპი და სიტუაცია შეიცვალა. მან დაიწყო პირდაპირი საუბარი რუსეთთან და რუსეთმა ამერიკის შუამავლობით უკვე უკრაინასთან. მოლაპარაკებების მაგიდაზე კი ევროპის ადგილი საერთოდ არ აღმოჩნდა. იქ არის ამერიკის, რუსეთის და ვინც როგორ არ უნდა შეფუთოს მით უმეტეს აქაურმა იაფასიანმა პოპულისტებმა უკრაინა ამ მოლაპარაკების მაგიდაზე წარმოდგენილია, იმიტომ რომ უკრაინის აზრი წყვეტს, როცა ეუბნებიან რომ დათმე დონბასი და ის ეუბნება რომ არ უთმობ დონბასს და შემდეგ გრძელდება მოლაპარაკება და უკვე ვაჭრობა, ეს იმას ნიშნავს რომ უკრაინას ვიღაც აზრს ეკითხება და აზრს ეკითხება ამ შემთხვევაში ამერიკაც და მერე უკვე ამ რეალობას ერგება რუსეთიც, გააგრძელოს საბრძოლო მოქმედებები თუ არ გააგრძელოს. ჩვენ ახლა იმაზე არ ვსაუბრობთ, ვინ მიდის ამ წუთას, ვის აქვს ფრონტზე წარმატება. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ რაც არ უნდა იყოს ამ მოლაპარაკებაზე უკრაინის აზრი რაღაცას წყვეტს. ალეს კი შეხვედრამ ცხადყო, რომ მარტო რუსეთი და ამერიკა ვერაფერს გადაწყვეტენ, რადგან ომი გრძელდება, უკრაინამ უარყო მათ მიერ შეთავაზებული პირობები და ამ პირობების გაუმჯობესების მოლოდინში აგრძელებს ომს. ეს ფაქტია. ამერიკამ დაალაგა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ევროპის გარეშე, ამერიკამ დაალაგა ბელარუსთან სიტუაცია ევროპის გარეშე, ესაუბრება რუსეთს ევროპის გარეშე. როგორ უნდა ხდებოდეს სამყაროში ასეთი რაღაც, რომ ევროპაში მიმდინარეობდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი და დამანგრეველი ომი და მოლაპარაკების მაგიდაზე არ იყოს ევროპის ადგილი. ეს ხო არის სიგიჟე. და მთელი რიგი შეცდომების გამო, რომელიც თვითონ ევროპამ დაუშვა მათ შორის. ევროპისა და ამერიკის ასეთი დისტანციით და ტრამპის წაყრუებით წარმატებით სარგებლობს თვითონ პუტინი. ტრადიციული ევროპულ-ამერიკული თანამშრომლობისა და პარტნიორობის რღვევა პუტინს საშუალებას აძლევს უფრო გადაჭრით იმოქმედოს და ტრამპს კი არა მთელ სამყაროს ეუბნება, რომ ის ომის გასაგრძელებლად მზადაა და თავს ამ სიტუაციაში კომფორტულად გრძნობს. აგერ ალიანსის წევრ ქვეყანაში შეაფრინა დრონები და რა ამერე. მერცი დღემდე ზის და იმას ფიქრობს, მისცეს თუ არა ტავრუსები. არ არის ეს ევროპის პრობლემა და არ ჩანს რომ არ არიან ერთიანები ასეთ მნიშვნელოვან საკითხებში? სხვათა შორის პოლონეთი ზუსტად იმ ქვეყნების რიგს არ მიეკუთვნება, ვინც საკუთარ უსაფრთხოებას ალიანსებს ჩააბარებს. პოლონელები ემზადებიან ხანგრძლივი და დამქანცველი ომისთვის და ისინი არ არიან რუტეს შეშფოთების იმედად. საერთოდაც მე ასეთ რაღაცას გთავაზობთ, რომ პოლონეთზე გავაკეთო ცალკე ეპიზოდი. ვისაუბროთ როგორ დაძლია 90-იანები, როგორ დაძლია საბჭოური გავლენა, რუსული გავლენა და აღმოჩნდა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად, მათ შორის, სხვათა შორის, ამასაც ხაზი უნდა გაესვას, იმიტომ რომ პოლონეთის ეკონომიკა იზრდება უზარმაზარი ტემპებით, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც. მე მგონი საინტერესო ეპიზოდი გამო. კომენტარებში დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ ამ იდეაზე. თურქულ-ისრაელური პოლიტიკური ნებათა ღელვა ისევ გრძელდება. მოგეხსენებათ, ერდოღანი ცდილობს პოზიციონირდეს როგორც ისლამური სამყაროს ლიდერი, მისდირის ასევე ოსმალურ დიდებას და თვლის, რომ თურქეთი არის ოსმალეთის მემკვიდრე, ეს მათ შორის უნდა აისახოს ტერიტორიულ საკითხებშიც.
მაგრამ ამ გეგმებს და იმიჯს ცოტა არ იყოს უბუჭებს ისრაელი, რომელიც ახლა ღაზაში უსასტიკეს ომს აწარმოებს. ამჯერად ნეტანიაჰუ და ერდოღანი იერუსალიმის თემაზე წაეკიდნენ. ბიბიმ განაცხადა, რომ იერუსალიმი არის ებრაელების ქალაქი და არა თურქების. ის ყოველთვის იქნება ისრაელელების და აღარ გაიყოფა, განაცხადა ნეტანიაჰუმ. This is our city. It is forever our city. It will never be divided again and there will be no Palestinian state. 2020 წელს ერდოღანმა საპარლამენტო გამოსვლისას განაცხადა, ციტატა, იერუსალიმი არის ჩვენი ქალაქი, რითაც ფაქტობრივად ნეო-ოსმალურ ამბიციებს გაუსვა ხაზი. მაგრამ მალევე თურქმა ექსპერტებმა ახსნეს, რომ არა, ერდოღანმა ეს კი არ იგულისხმა ან რამე პოლიტიკური პრეტენზიები კი არ აქვს, არამედ ის იყო უბრალოდ სიმბოლური რელიგიურ-კულტურული განაცხადი, რომ აი პალესტინელების მხარდასაჭერია და ამით მორჩა არანაირი ქვეტექსტი სამხედრო ან ტერიტორიული პრეტენზიის აქ არ ყოფილაო. იყო თუ არა ეს შიდა აუდიტორიაზე თუ უბრალოდ მორიგი ნეოსმალური ფანტაზიები, ეს თავად განსაზღვრა ჩემი აზრით, ორივე ცოტ-ცოტა. ის რომ თურქეთი ძველი დიდებისა და მემკვიდრეობის დაბრუნებას ცდილობს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუმცა ისრაელის რაიმე სახით დამორჩილება ახლა და ამ ეტაპზე ნამეტანი ფანტასტიკის სფეროა. არ დააყოვნა თვითონ ერდოღანის პასუხმაც, რომელმაც თქვა, რომ ნეტანიაჰუს ჰიტლერის მიბაძვის დაუოკებელი მანია აქვს და განაცხადა, რომ ციტატა ჩვენ მუსლიმები არასდროს ვიტყვით უარს აღმოსავლეთ ალ-ყუდსზე, ანუ აღმოსავლეთ იერუსალიმზე. ასევე დაამატა, რომ გააგრძელებენ ბრძოლას, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო 1967 წლის საზღვრების საფუძველზე. საინტერესოა ერდოღანის ამ იდეაში სათფიგურირებს ისრაელი თუ კი პალესტინის სახელმწიფო ზემოხსენებულ საზღვრებში უნდა არსებობდეს. ისრაელმა და თურქეთმა ერთმანეთში არ გვიან თავიანთი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული პრეტენზიები, მაგრამ საინტერესოა ერდოღანის ნეოსმალურ ამბიციებსა და ზრახვებში, სად არის საერთოდ საქართველო და რა გეგმები აქვს ჩვენზე. ასეთი გამოვიდა გასული კვირის მიმოხილვა. დროებით. შემდეგი ვიდეო იქნება, შემდეგი რა ხდება, უბრალოდ იქნება არჩევნებზე და ქართულ პოლიტიკაზე.